მოკლედ გოგოებო დაფიქრდით, ტიმურმა პაემანზე დამპატიჟა. ჩვენთვის არ გითქვამს. ახლა გეუბნებით კნოპა. და სად წახვალთ? არ ვიცი, არ უთქვამს, უბრალოდ მითხრა რომ კარგად ჩამეცვა. მასკოტ, გვისმენ? დახუჭა ყურები. გოგოებო, კარგი, მაგრამ არ დაგაუწდეთ, რომ ახლა ვარჯიში გვაქვს და ლაპარაკი ცოტა დააჩქარეთ. ხო, მასკოტ, 2 წუთიც. მოკლედ გოგოებო, დღეს ძალიან კარგად უნდა გამოვიყურებოდე, ამიტომ დამეხმარეთ ტანსაცმლის არჩევაში. ხო, აუცილებლად, თან ტიმურთან პაემანზე უფრო უკეთ უნდა გამოვიყურებოდე, ვიდრე სმაილთან. სმაილი აქ რაშუაშია. ზუსტად სმაილი. კარგი გოგოებო, საკმარისია ამ სმაილზე რა. იქნებ მე და ტიმურმა დღეს ვაკოცოთ კიდეც. დიანა, კარგი, გასაგებია, ავკუცებ ტიმურს, ახლა დავიწყოთ ვარჯიში. აბა ბიჭებო, კარგად გამოვიყურები. დღეს დიანასთან პაემანზე მივდივარ. ნეტა იცოდეთ, რამდენი ფული დავხარჯე. არ მაინტერესებს. სმაილ, შენ გაინტერესებს? არც მე მაინტერესებს. და რატომ ხართ ასეთი მოწყენილები? გიხარდეთ თქვენი მეგობრის გამო, რომელიც პაემანზე მიდის. არა უშავს თქვენ ციპოვით გოგოებს. რანაირად ვიპოვით, სოკოებივით კი არ იზრდებიან. კარგი რომეო, ამასთან მაინც არაფერი არ გვაქვს ალაპარაკო. მოღალატია. კარგით, რაც გინდათ ის დამიძახეთ, თუ გინდათ ვიქნები მოღალატე, მაგრამ ასეთი ბედნიერი არასდროს არ ყოფილვარ. კარგი სმაილ, დაწმარდი. ამის ბედნიერება დიდხანს ვერ გასტანს. მოკლედ ეს პაემანი არ იქნება. რა, სმაილ, რას აპირებ? ცოტა მეშინია. მე შურის ზიება მინდა. სმაილ, არა, ამად არ ღირს. აბა რა შვებით საყვარლებო, პაემანზე მიდიხართ? ეს პაემანი არ შედგება. ვაიმე!